ჰასან ბაიქერი და ჯენ კილმაზი ორივე შესვლა აეკრძალათ დიდი ბრიტანეთიდან. იცოდით, რომ ისინი ბიძა და დიშვილი არიან. საინტერესო ფაქტია. და მიუხედავად იმისა, რომ მე არ უჭერ მხარს ვინმეს აკრძალვას, ვფიქრობ, რომ სიტყვის თავისუფლება სწორედ ასეთი უნდა იყოს და ადამიანებს უნდა ქონდეთ უფლება შევიდნენ და გამოვიდნენ ქვეყნებიდან. ამაში რაღაც კარგი მაინც არის და ამაზე მალე ვისაუბრებთ, მაგრამ მოდით ჯერ გავიგოთ, საერთოდ როგორ გავიგეთ, რომ მათ შესვლა აეკრძალათ, რაც სიგიჟეა. დიდი ბრიტანეთი ნამდვილად სრულიად დაეცა, მაგრამ იქნებ თუ ეცემა, მაინც თან მიიყოლოს მსოფლიოს ბოროტებები, მაგალითად ჰასან ბაიქერი. მოდით ვნახოთ. Ძვირფასო ჰასან დუან ბაიქერ, თქვენი დიდი ბრიტანეთის ეთიე გაუქმებულია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ მოგზაურობას დიდ ბრიტანეთში ვიზის გარეშე. ამის მიზეზი ისაა, რომ თქვენი ყოფნა დიდ ბრიტანეთში არ ითვლება საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის სასარგებლოდ. თქვენ არ შეგიძლიათ გაასაჭიროთ ეს გადაწყვეტილება. ვიზაზე შეიტანეთ განაცხადი. თუ ჯერ კიდევ გსურთ მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში, თქვენ უნდა შეიტანოთ განაცხადი ვიზაზე, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენი გარემოებების უფრო დეტალურად განხილვა. ETA-ის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ვიზაზე უარს გეტყვიან. მარფლა მისმინეთ რაღაცას ვაპირებ თქვა. ეს გაფრთხილება. იმედი მაქვს თქვენ გაიგებთ, რომ დასავლური სამყარო და ლიბერალური დემოკრატია მოტყუებაა. და ყველა ის რაღაც, რაზეც თითქოს ზრუნავენ, სინამდვილეში არ აინტერესებთ. ჩვენ სრულიად განსხვავებულ ეპოქაში გადავდივართ. კარგი. ამიტომ ვიმეორებ მუდმივად, რომ ფაშიზმი აქ არის, ხომ ასეა? მაგალითად, ადმინისტრაცია ცდილობს გამოუშვას სუპოენები პოლიტიკური დისიდენტების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან დიდი ბრიტანეთი, რომელიც მთლიანად დაქვემდებარებულია ისრაელის მხარდამჭერი ორგანიზაციების ინტერესებს. ხალხი, მე იშვიათად მჯერა, ან ვეთანხმები რამეს, რასაც ჰასან ბაიქერი ამბობს და რა თქმა უნდა, ის როგორაც ახერხებს ისრაელი ჩართოს ამ საკითხში, რაც ძალიან სულეულია. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეხლა რასაც დიდ ბრიტანეთში ვხედავთ, ეს პირდაპირი ფაშიზმია. და ირონიულია, რომ ეს კაცი ამას ამხელს, როცა თვითონ სოციალისტური ფაშიზმის მხარდამჭერია. ანუ შეხედათ მის ქუდს, დემოკრატიული სოციალისტი. სხვათა შორის, თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გამოიყურება ნამდვილი ფაშიზმი და ის ფაქტი, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოდის, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ DSA-ს. ეს კაცი ღიად მარქსისტია. ის კუბაში იყო და ეხლა სერიოზულ პრობლემებშია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს პრობლემები სულ უფრო და უფრო იზრდება, რადგან ის საშინელი ადამიანია. თუმცა დიდი ბრიტანეთი გარკვეულწოდ ფაშისტური გახდა. მე ნამდვილად ასე ვფიქრობ მთელი არსებით. და მათ არ უნდა აუკრძალონ შემოსვლამას, ან ჯენ კილმას, რომელიც აქ წერს. მე დიდი ბრიტანეთიდან გამრიცხეს. ვცადე ლონდონში გაფრენა, რომ ლონდონში მივსულიყავი და ოქსფორდში სიტყვით გამოვსულიყავი. მე ამიკრძალეს ისრაელის კრიტიკა. თავისუფლები ვართ კიდევ. ეს არის დასავლეთის მოქალაქეების დევნა ჩვენი საკუთარი მთავრობების მიერ სხვა ქვეყნის ინტერესებში. კვლავაც დაუჯერებელია, რომ მათ მოახერხეს და ეს ისრაელის თემაზე გადაიყვანეს, რადგან თუ ინტერნეტში ნახავდით, სინამდვილეში ამას ისრაელის თემასთან არაფერი აქვს საერთო. მთელი მიზეზი, რის გამოც დიდი ბრიტანეთი ხალხს კრძალავს, ისაა, რომ ისინი ისლამისტი ამომრჩევლების გულისმოგებას ცდილობენ და არ სურთ, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დასავლეთის მთავრობებს აკრიტიკებენ. და ჰასან ბაიქერი და ჯენ კილმაზი ამ ყველაფრის წინა ხაზზე არიან. მართანა ფლანგიდანაც კი დიდი ბრიტანეთი ყოველდღე გძალავს მემარჯვენე ადამიანებს, მათ შორის მათაც, ვინც საჯაროდ უჭერს მხარს ისრაელს. ეს არაფერ შუაშია ისრაელთან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დიდი ბრიტანეთი ცდილობს გააძევოს ადამიანები, რომლებიც შეიძლება რაიმე მიზეზით გააკრიტიკონ მათი მთავრობა. მაგრამ რა თქმა უნდა, ისინი ვერ იკავებენ თავს, რომ ეს შესაძლებლობა ისევ ანტიისრაელური თემის გასაპირებებლად გამოიყენონ. სასაცილო ერთი წამითაც კი იფიქრო, რომ დიდი ბრიტანეთი კონცენტრირებულია იმ ადამიანების აკრძალვაზე, ვინც ისრაელის წინააღმდეგია. აქ ეს არ არის მთავარი საკითხი. მათ ფაშისტური აზროვნება აქვს და პირდაპირ ცდილობენ ფიზიკურად არ შემოუშვან თავიანთ ქვეყანაში არც ერთი ადამიანი, ვინც როგორმე გააკრიტიკებს მათ მთავრობას და მთავრობის ქცევას, რადგან სწორედ ასე იქცევიან ფაშისტური მთავრობები. კიდევ ერთხელ, ამ ყველაფრის ირონია უბრალოდ აბსურდულია. მაგრამ ამ ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, რომ ვფიქრობ ამ ფაქტში, რომ მას აკრძალავენ, რაღაც დადებითი ელემენტებიც არის. და ახლავე აგიხსნით, რას გულისხმობ. სხვათა შორის მოგესალმებით pushback-ში. მე ირა ქეი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწერის ვილაქს, რომ გააპოპულაროთ ეს ვიდეო. თუ გჯერათ, რომ საჭიროა წინააღმდეგობის გაწევა იმ სიგიჟისთვის, რასაც ხედავთ დასავლეთის დაპყრობის მცდელობებისთვის, იქნება ეს მარცხნიდან, მარჯვნიდან თუ სხვადასხვა ძალების მოჩვენებითი ექსტრემიზმი, ისლამისტები, ჩინეთი, რუსეთი, ეს ყველაფერი მართლაც სიგიჟეა და ჩვენ უკვე საკმარისად ვნახეთ. ამიტომაც უპირისპირდებით. და თუ თქვენც ეთანხმებით, რომ ეს უნდა მოხდეს, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენ იპოვეთ თქვენი ხალხი. მაგრამ რა არის ამ ყველაფერში კარგი? ვფიქრობ გულწრფელად რომ თქვა, ეს არის ის დაპირისპირება, რაც ამ თემას ახლავს. საქმე იმაშია, რომ ჰასან ბაიქერი ახლა ამ თემის გარშემო კიდევ უფრო ცნობილი გახდება. და რატომ ამბობ, რომ ეს კარგია? იმიტომ, რომ ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა გაიგონ, რამდენად საშიშია ეს ადამიანი. გაითვალისწინეთ, რომ ეს ბიჭი ახალგაზრდებისთვის სტრიმერია, რაც ნიშნავს, რომ ის მთელ მსოფლიოში ახალგაზრდა კაცებზე გავლენას ახდენს თავისი შეშლილი იდეოლოგიებით. და ეს პირველი სკანდალი არ არის, რომელსაც ის ეჯახება. მასზე უკვე ბევრი სხვადასხვა ბრალდებაა წაყენებული, იმის გამო, რაც გაუკეთებია. და მე გულისხმობ იმას, რომ მან პირდაპირ ეთერში თავისი ძაღლი ელექტროშოკით დააზიანა. ამბობს შეშლილ რაღაცებს, მოუწოდებს ძალადობისკენ მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
წინააღმდეგ. ანუ ეს უბრალოდ ხალხია. მე ზოგიერთ მათგანს ვიცნობ კიდეც. ისინი ზოგადად შესანიშნავი ადამიანები არიან. ისინი აქტივისტები არიან. სხვათა შორის, თუ გაინტერესებთ, ის აქ მარქსისტებზე საუბრობს, რომ ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან, მაგრამ ამით არ თავდება, რამდენად ცუდია ჰასან პაიქერის შეხედულებები. სიგიჟეა, რამდენად გიჟია ეს ადამიანი. არაფრის. დარჩი ჩემთან პატარავ, არავინ მოდის, ისინი არაფერს არ გიზამენ. მოусმინე, ეხა სერიოზულ კითხვას დაგისვა, ხო? შენ დემონსტრაციაში მონაწილეობ. უმეტესობა ასე არ იქცევა, ცდილობ რომ შენი მოთხოვნები გაიგონონ. არა, მე მოთხოვნები არ მაქვს, ისინი ყურადღება არ გადამაქვს, არა. არა, შენი მოთხოვნები, ვამბობ, მათი მოთხოვნები. ისინი უკვე იცვლებიან. სოციალისტი ხარ? არ მისმენ. უკვე სოციალისტი ხარ, ხო ასეა? უკვე ვახსენე, რას გულისხმობდი. სხვათა შორის, ჰასანი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკა 11 სექტემბრის თავდასხმას იმსახურებდა. კარგი. ის რეალურად ფიქრობს, რომ ამერიკა იმსახურებდა 11 სექტემბრის თავდასხმას და ინტერნეტში ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვინც ამ სისულელეს ახალგაზრდა ამერიკელებს ავრცელებს. კაპიტალისტების სისხლში, რას ნიშნავდა ეს? სადილი ჭამე, მოусმინე როგორ. როგორ იქნება თუ ჩვენ დაგჩაგრავთ? შენ დედა მოტყნულო ნაბიჯვარო. რა უყოთ იმ ანტიფასწერს, რომელმაც გუშინ საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერს ხელი უკბინა? ამას რა უყოთ? ძალიან გიჟურად ჟღერს საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერი, რომელმაც გუშინ დამაზიანა, ვინც მიწაზე დაგვრცემდა. რა უყოთ მათ, ვინც ახსოვთ ისინი, ვისაც ოფიცრის ხელი უკბინეს? რა უყოთ? არ მაქვს წარმოდგენა რას ამბობ. ოფიცერები, რომლებმაც ციცაკის სპრეი გამოიყენეს, მან თქვა დაასველეთ ქუჩები კაპიტალისტების სისხლით. რას ნიშნავდა ეს? ეს ქვია. იცინიან. თქვით, დაასვალეთ ქუჩები კაპიტალისტების სისხლით. რას ნიშნავს ეს? მოდი ვნახოთ, რას უპასუხებს. რას ნიშნავს ეს? ხალხმა უნდა მიიყვანოს საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრები ტკივილში ცოცხლად? მოდი. ეს არის ამ ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი და როგორც ეს კაცი ამბობს, ჰასან პაიქერი სრულიად მართალია. ისინი არიან თაღლითური ადამიანების ჯგუფი, რომლებიც თითქოს ცდილობენ ნამდვილი ამერიკის დაცვას, მაგრამ სინამდვილეში სოციალისტები არიან და ემხრობიან უკიდურეს ძალადობას. ჩვენს ვიცით რომ ეს სიმართლეა. ჩვენ ვიცით რომ მემარცხენე სოციალისტური მენტალიტეტი სინამდვილეში ძალადობრივია. სინამდვილეში ეს ფაშისტურია. და არა, მე არ გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ცენტრისტულად მემარცხენეები არიან და ასე ფიქრობენ აბორტებზე. მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ექსტრემისტები არიან და რეალურად მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა ანტიფა. მოდით ვნახოთ, რას ამბობს კრისტოფერ რუფი ამაზე. ის თაღლითია, ის ყალბია. ის თაღლითია და ყალბია. ჰასან პაიქერი თაღლითია. ის ყალბია. რატომ აკეთებს ამას? ეს არის. ეს იმიტომ რომ ის ფაქტობრივად უბრალოდ ხელახლა ქმნის 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970-იანი წლების დასაწყისის მემარცხენე პოლიტიკურ აქტივიზმს, სადაც კალიფორნიაში, ნიუ-იორკში ან ბოსტონში რადიკალები იყვნენ. გზაურობდნენ საბჭოთა კავშირში, კუბაში, კომუნისტურ ვიეტნამში და შემდეგ საკუთარ თავს კომუნისტური რეჟიმებისთვის პროპაგანდის იარაღად იყენებდნენ. და შემდეგ ისინი ხო იცით, კოორდინაციას უწევდნენ. იმ დროს ისინი უფრო საინტერესო რაღაცებსაც აკეთებდნენ. ისინი კოორდინაციას უწევდნენ პარტიზანული მომზადების ბანაკებს ჩრდილოეთ აფრიკაში. ისინი სწავლობდნენ, ხო იცით, როგორ დაემზადებინათ ბომბები პალესტინელებთან ერთად. ანუ რასაც ის ძილთად ამბობს, აქ არის ის, რომ აქტივისტები, როგორიცაა ჰასან პაიქერი, ეს უკიდურესად მემარცხენეები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს ისინი აქ არიან, რომ მართვა გამოასწორონ მსოფლიო და სავლეთი უბრალოდ ფარსია, ან რაც არ უნდა იყოს. ეს ფაქტობრივად იმ ყველაფრის გამეორებაა, რაც 1960-იან და 1970-იან წლებში ვნახეთ. და მე ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესოა, რადგან მაშინ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ამ ადამიანებს ამერიკული ცხოვრების წესისთვის სერიოზულ საფრთხედ უნდა მოპყრობოდნენ. და დღესდღეობით ამ ადამიანებს რეალურად ზეიმობენ. ეხლა, ვინ არის ჰასან პაიქერი? ის ყურადღების მათხოვარია. ეს არის საფუძველი. მას რეალურად არაფერი აინტერესებს. მას მხოლოდ სურს, რომ ყურადღების ცენტრში იყოს. ამიტომაც პოულობენ ყველაზე საკამათო თემებს და საკუთარ თავს ამ თემების ცენტრში აყენებენ. და ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერს იცავენ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ვიდეო, რომელიც ჰასან პაიქერთან ერთად გავაკეთეთ. მისი ზოგიერთი ძველი ვიდეო უბრალოდ შეშლილია, სადაც ის საუბრობს, როგორ უნდა მოექცე ქალებს და ასე შემდეგ. ისინი აფერისტები არიან. მათ მხოლოდ საზოგადოების ყურადღება უნდათ. და სწორედ საზოგადოების ყურადღებას იღებენ. მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი ამახვილებს ყურადღებას ჰასანზე, მით უფრო ნათელი ხდება, რომ მას დაბლოკეს და აუგზავნეს შესვლა გაერთიანებულ სამეფოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოავლენს, ვინ არის ეს კაცი სინამდვილეში და რას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მას ძალიან ეშინია და რეალურად არც ერთ იმ საკითხზე არ გასცემს პასუხს, რაზეც უნდა უპასუხოს. მან თქვა, რომ ქუჩები უნდა დაისველოს კაპიტალისტების სისხლით. მოკალით ისინი. მოკალით ეს ნაბიჯურები და ქუჩაში დახოცეთ ეს ნაბიჯურები. დაექუჩებმა დაისველონ მათი დედა მოტყნული წითელი კაპიტალისტების სისხლით, ძმაო. უბრალოდ მინდა გააცნობიერო, რომ ის პირდაპირ ეთერში ესაუბრება ახალგაზრდა ბიჭებს. ამგვარი საუბრის ნორმალიზებას ახდენს, ამგვარი ქცევის ნორმალიზებას. ჩემთვის ეს სრულიად ფსიქოზურია.
კიდევ ერთხელ მე არ მჯერა რომ ადამიანებს უნდა აეკრძალოთ გაერთიანებულ სამეფოში შესვლა, მაგრამ ვფიქრობ რომ დამნაშავეები ციხეში უნდა აღმოჩნდნენ. და მე ნამდვილად ვფიქრობ რომ ადამიანები რომლებიც აქტიურად აღვივებენ ძალადობას, არა ისე როგორც გაერთიანებული სამეფო ამტკიცებს, ან როგორც ბელგიაში მოხდა, სადაც თქვეს რომ გაცმა რაღაც რასისტული თქვა და ამიტომ შეიძლება ვინმე ეს რასისტურად აღიქვას. მაგრამ ადამიანები რომლებიც ამბობენ, ხო, მოდი ქუჩები კაპიტალისტების სისხლში ჩავძიროთ, წადით და რაღაც გააკეთეთ ამაზე, ესეთი ქცევენ ნამდვილად იმსახურებს რომ ადამიანი ციხეში აღმოჩნდეს. არ ვიცი, ვიცი რომ ჩემი გონიურული ნაცნობებიდან არც ერთი ასეთ რამეს არ იტყოდა, ასე რომ ალბათ ეს არის საკითხი, რაზეც უნდა დაფიქრდე. რას ნიშნავს ეს? ამას როლების თამაში ქვია. რას ნიშნავს ეს? უნდა მოგექცნენ სერიოზულად. ცოცხალი მოქმედების როლური თამაში. უნდა მოგექცნენ სერიოზულად. ჰიპერბოლა მეგობრებს შორის. ამბობ გამარჯობას. ისინი ამბობენ, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, რაც მან თქვა, რომ ქუჩები უნდა. დაესველოს ქუჩი, ეს იყო აჟიოტაჟი, ეს იყო როლური თამაში. არასდროს მსმენია ეს გამოთქმა და მადლობა ღმერთს რომ არ მსმენია, რადგან არ ურთიერთობ ადამიანებთან, ვინც ასეთ სიტყვებს იყენებს. ხშირად სიტყვიერად, მაგრამ როდის ხარ სერიოზული და როდის აჭარბე? ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო. ასე რომ თუ უარყოფითი რეაქცია მოხვება, ურავდი თქვი რომ ირონიულად ან გადაჭარბებულად ამბობდი. გონია რომ თითქმის ყველაფერზე რასაც ვამბობ, დიდი უკმაყოფილებაა. სამწუხაროდ თქვენაირი ადამიანებისგან ასია, რაც არის, ხდება ხოლმე. თქვენ სიტყვებზე პასუხისგებლობას არ იღებთ? არა, საერთოდ არა. კუბის მთავრობასთან მუშაობდით. ფედერალურმა უწყებამ ჰასან პაიკერს კუბაში მოგზაურობის გამო ოფიციალური უწყება გაუგზავნა. უბრალოდ საინტერესოა აღნიშნო. ბოდიშით. ბოდიში ნიუ-იორკი უზარმაზარია. ჰასან, კუბის მთავრობასთან მუშაობდი. ჰასან, უცხო ქვეყნების მთავრობებთან მუშაობ. ჰასან, კუბის მთავრობასთან მუშაობდი? კი. ჩვენ პირდაპირ ვცდილობ დავიცილოთ ეს, რადგან ის ბოლოს და ბოლოს აბსოლუტური და სრული მშიშარა. როგორც თქვი, ჩემ გიოგურტიც აიკრძალა, რაც ამასთან არაფერ შუაშია. ყველაზე გასაოცარი რამ მოხდა ახლახან. მე აეროპორტში წავედი, რომ ლონდონში გავფრენილიყავი. მე ვაპირებ პანელურ გამოსვლებს South by South ლონდონში და ორ გამოსვლას ოქსფორდში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, რადგან United-ის დახთამდგომა ადამიანმა მითხრა, რომ გაერთიანებულ სამეფოში შესვლა აკრძალული გაქვს. კარგი, ანუ ისინი კრძალავენ მათ. კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ვინმეს უნდა აუკრძალოს შესვლა. არა, ასე არ ვფიქრობ. მგონი ჩემი აზრი ამ საკითხზე საკმაოდ ნათლად გამოვხატე. ჯეინ კილმაზი და ჰასან პაიკერი ნათესავები არიან. რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ერთნაირი გენეტიკა ჰქონდეთ. რადგან ჰასან პაიკერის მთელი ხიბლი იმაშია, რომ ის მაღალია, ქარიზმატულია, კარგად გამოიყურება, მაგრამ ჯეინ კილმაზი პირდაპირ დნობის პროცესში მყოფს გავს. არ ვიცი სხვანაირად როგორ დავახასიათო ის. როგორც არ უნდა იყოს, მთავარი ისაა, რომ ამ ორ ადამიანს უნდა გაუმჟღავნდეს რისის ჯერად. უბრალოდ ასე უნდა იყოს. ვიმედოვნოთ, რომ ეს სკანდალი, რომელზეც ისინი ამბობენ, რომ მთლიანად ისრაელს ეხება, ხალხს მის ნამდვილ სახეს დაანახებს. არსებობს მიმარცხენი აზროვნება, რომელიც ანგრევს ჩვენ საზოგადოებებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ აკრძალავთ მათ. უბრალოდ გამოავლინეთ ისინი. ეს ჩემი პირადი აზრია ამ საკითხზე. მადლობა ყურადღებისთვის.